ბევრს გონია ტრავმის მიღებისას უნდა დაისვენო და არაფერი გააკეთო, მაგრამ ეს ასე არ არის. ერთთვიანი დასვენება შენ პროგრესს ძალიან აზიანებს და თან აღდგენის პროცესსაც ანელებს. ამ დიდხნიანი შესვენების შემდეგ ასევე უნდა გაითვალისწინო ფორმაში შესვლის პერიოდი, რაც ზოგისთვის ერთ კვირაზე მეტი შეიძლება იყოს. მაგრამ ყველა მოიცით, რამდენად მტკივნეულია, როდესაც იცი, რომ შეგიძლია, მაგრამ იმის გამო, რომ ფორმაში არ ხარ, თამაშობ ისე როგორც დავწყებ. ან ის ტკივილი, როდესაც ხედავ სხვა როგორ თამაშობს, ან ვარჯიშობს და შენ ეს უბრალოდ არ შეგიძლია. ეს პრობლემა მალე რომ მოაგვარო, შენთვის გავაკეთე სასწაული კოლაბორაცია სპორტ ფიზიოსთან. რის ფასდაკლებასაც ვიდეოს ბოლოს გეტყვი. სპორტსმენს სპორტული ტრავმის დროს სჭირდება სპორტული დაბრუნების გეგმა, რომ დაბრუნება და ფორმაში შესვლის პერიოდი იყოს რაც შეიძლება მოკლე და არა ფიქსატორი ერთთვიანი დასვენება და მასე. მსგავსი ერთთვიანი დასვენების მიდგომა არ აგვარებს იმ პრობლემას, რის გამოც ტრავმა ხდება. მით უმეტეს თუ ეს ტრავმა ხშირად მეორდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სჭირდება პროფესიონალის დახმარება. სპორტ ფიზიოში აქვს მიზანი, რომ ყველა მოთამაშეს სწრაფად და ხარისხიანად დააბრუნონ მოედანზე. სპორტ ფიზიოში გიმკურნალებენ უახლესი მეთოდებით და არა მოძველებული უცვლელი პრაქტიკით, რომლის დროსაც მხოლოდ წამლის ან მაზის სახელი იცვლება. ჩემი პრომოკოდით კი მიიღებ უფასო კონსულტაციას 15, 20 და 30%-იან ფასდაკლებას სხვადასხვა პროცედურაზე, რაც სწრაფად და ხარისხიანად დაგაბრუნებს მოედანზე, რაც მთავარია უფრო თავდაჯერებულს და მონდომებულს. პირადში მომწერე სიტყვა ტრავმა, რომ გამოგიგზავნო სპეციალური პრომოკოდი და დაგაკავშირო პირდაპირ სპორტ ფიზიოსთან.